საღამოშიდობის მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართო, ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ვინ მყავს დღეს სტუმრად რომ მიცოდეთ, არ ვიცი. თუმცა ზუსტად ვიცი რაც მოხდება ისინი რომ სტუდიაში შემობრძანდებიან. კახელები, 2 კახელი პლუს ჩემი თავი, 3 კახელი ფიქრობ რომ სასიამოვნო საღამოს გაგატარებინეთ. თან როგორი გვარის პატრონები. ყურადღება, სტუდიაში მინდა მოვიწვიო გოდერძი მახარაშვილი. ნოდარ მახარაშვილი და გოგი სესიაშვილი. გოგი სესიაშვილი და ნოდარ მახარაშვილი არც ერთია თელაველი და არც მეორე გურჯაანელი. ისინი ორთავე ველისციხის შვილები არიან. გოგი მომღერალია. ნოდარმა თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და ესეც ამღერდა. ისინი რესტორანში მღერიან და შეიძლება ითქვას სიმღერით სჭამენ პურსა. ღვინო ორივეს უყვარს და ეს სიყვარული ორმხრივია. ღვინოსაც უყვარს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ კახელები არიან, ტყემალს ხშირად არ ახსენებენ. ტყემლის მაგივრად სხვა სიტყვა ვიგულისხმე, რადგან მეც ვერიდები ტყემლის ხსენებას. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. შეგიძლიათ 2 წამით გადართოთ სხვა არხზე, ეგრევე თქვათ, ეს რა დამემართაო და ეგრევე გადმორთოთ რუსთავი 2-ზე. გამარჯობა. სასიამოვნო ბიჭებო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. აი რახე როგორ მოუმატე ხმის ტემპს. 3 კახელი ეს უკვე დიდი ძალა. მეტი კი არ ვიგებდით იმ ხელაობებს. გასაჭირო იყო. თან თქვენ თუ თავარსარდლად იქნებით განსაკუთრებით. ბიჭებო, როგორ ახართ, აბა? ტოკამთ რა. ესე იგი მახარაშვილი თქვენ ხართ მახარაშვილი. ისა გვარიდან გამომდინარე. ჰაბიტუსი გფო უხდება. ოფინიყო ბარემ გოდერძი რა იყო ეს ნოდარი. მაშინ ეთქობ მოდაში არ იყო. კი ბატონო. მაინც ბაბუის სახელმა გადაჯოკრა რა. ველისციხე დანახართო. ორივე კი ბატონო. კი, ორივე ველისციხე. მოვიკითხოთ ველისციხე, ოქრო ხალხი გადასარევი მშვენიერი და ძალიან მებედნიერება, რომ მართლა მიყვარს. თქვენ აი ხა უნდა ვიყოთ ალალები რა, რომ ღვინო ნახდათ კაია. ჩვენთან ხო იცი როგორ არის? როგორ თქვენ ხოლმე სადაურები ხართ? პირდაპირ ვეუბნებით რომ ველისციხელები. ხო. ავიძახით გურჯაანს. შუაში ვართ რა და გურჯაანელოსაც და თელაველოსაც ჩვენთან ძმაკაცობა ევასებოთ. ეგრეა. ატრა შვეიცარია. აბზათასია. ყველას მოწონს. ესე იგი მე მთავარი ამბავი რაც არის თქვენ სიმღერის პრემიერებით ხართ, 2 პრემიერა იქნება. თქვენ მუსიკოსები ბრძანდებით და ჩვენ თავისთავად ხელს უწყობთ ყველას როგორც ვახერხებთ და როგორც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა ამის. და არა მარტო კახელებს სხვათა შორის, ბევრს და იმედი მაქვს რომ დღეს თქვენი სიმღერებით მოგივათ ის პოპულარობა, რაც ჭირდება მუსიკოს ზოგადად და ამის იმედი მაქვს მე.